გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ტვინის გასაღების მე-17 ეპიზოდით, დაგიბრუნდით და მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში. ასევე ერთ ორ სიტყვას წარუადგენ ჩვენ სპონსორს, მინერალი, არაგაზირებული წყალი, რომელიც ჩვენი რეკომენდაციით უნდა მივირთოთ ცივი და დააგემოვნოთ აუცილებლად. გამარჯობა თორნიკე, კიდევ ერთხელ. გამარჯობა ბატონო, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. კარგი ფორმატი გაქვთ წამოწყებული. მადლობა. როგორც ვატყობ, დინამიკაში გეზრდებათ აუდიტორია, მაყურებლის რაოდენობა. თან გასაგებენაზე საუბრობთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, აიტად საგარკვეულმა დიდმა ფენამ თქვენი ესე იგი გადაცემა და ფორმატი. სიამოვნებით დაგთანხმდით, როცა მომიწვია და რა ვიცი, მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის. თუ მიმიშობთ გრდემთან, დავიწყოთ მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენი პირველი თემა ვლადიმერ ზელენსკის ეხება, რომელიც გამოვიდა და უკრაინას არ შეუძლია მოსკოვში 9 მაისს სოფლიოს ლიდერების უსაფრთხოების გარანტიებიო, ანუ პროვოკატორობს. და მე უპასუხა მედვედევმა, რომ ზელენსკი უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისის პროვოკაციის შემთხვევაში შეიძლება კიევში 10 მაისი არ დადგესო. აი ხა ზელენსკი მე ხა ჩემი აზრით, კი, მოდი თქვენ თქვი და მე ჩვენ ერთმანეთში მუხარები გაცვალეს. აი რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენ. ფული ამბავია იქ რაც ხდება ახლა მაგას შვიდი თვალით ვერ უნდა შეხედო, იმიტომ რომ ისტორიული ურთიერთობა გვაქვს როგორც უკრაინელ ხალხთან, ასევე რუს ხალხთან, ხო? თავი დავანებოთ ახლა კრემლი და იქ პოლიტიკურ ელიტებს და იქ მოგწონს არ მოგწონს, ხალხებთან ურთიერთობა ყოველ დიდი ხანია გქონდა. მათ გარეშე უკრაინელის და რუსის გარეშე, ესე იგი ჩვენი ყოფა ბოლო რამდენიმე ასეული წელი არ ყოფილა, ხო? ბევრი უკრაინელი აქ საქმიანობდა, მათ შორის ლესია უკრაინკა მაგალითად მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტი, ხო, ტარას შევჩენკოსთან ერთად. რუსებზე აღარ ვლაპარაკობ, ახლა გრიბოედოვი იყო, ლერმონტოვი, ვინ არ არის აქ ნამყოფი. ამიტომ ჩვენთვის ადამიანურად რთულია ამაზე მსჯელობა. მით უმეტეს მე ჩემ 6 წელი ჯამშიმა გატარებული უკრაინაში მუშაობდი იქა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მრჩევლის სტატუსით და ასე ვთქვათ შიდა სიტუაცია ვიცოდი, მაგრამ როცა აირჩიეს ბატონი ზელენსკი 2019 წელს მე 18 წელს საარჩევნო კამპანიაში ასე ვთქვათ გარკვეულწილად მონაწილეობდი კიდევაც, ოღონდ ზელენსკის მხარეს არა ნამდვილად. რო აირჩიეს მივხვდი რომ პრობლემები იქნებოდა და თან ოჯახური ვითარება მქონდა, ბავშვი პირველ კლასში დადიოდა და უკვე სლავური აქცენტი რო გაუჩნდა ასე ვთქვათ მეტყოლებაში კანგაში ზარი. ხო და პირველი კლასი იქ გაუშვით, უკრაინულ ენაზე სწავლობდა. მაგრამ ეს მე ჩამოვიყვანე და მეორე სემესტრი უკვე თბილისში საირმეს პირველ ექსპერიმენტალურში შევიყვანეთ. ასე მოხდა ჩემი, მაგრამ мотиваცია ისიც იყო, რომ ახლა მივხვდი რომ ეს ზელენსკის და სააკაშვილის რანგის პერსონაჟია. იგივე მარიონეტია ზუსტად. ხო, იმიტომ რომ ადამიანი რომ მოდის მართლობაში ზოგადად, ახლა უნდა გვესმოდეს, რომ იმან უნდა გაიაროს გარკვეული გზა. ამას სერიალი გაიარა და ზუსტად იგივე. ეს სერიალი ანუ კლიანად ფასადი გააკეთეს და ახლა ამერიკაში მაგალითად არის ესეთი კულტურა, რომ თუ ჯარში არ არის ნამსახურები, მაგალითად პოლიტიკაში იმას არაფერი არ ესაქმება. რატომ მეთქი რომ ვიკითხე, რატო გაქვთ ეს? იმიტომ რომ ჯარში დისციპლინას სწავლობსო, თვითდისციპლინას სწავლობს ადამიანიო, ფიზიკურად ვარჯიშობსო და ვალდებულებებს ასრულებს უფრო რა, ეს ველაპარაკე ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი სამხრეთის შტატის. ხო, ზოგადად პოლიტიკაშიო თუ პრეზიდენტი ვერ გახდება? პოლიტიკაში ზოგადად, აი კონგრესმენად, ან გუბერნატორად. ანუ ეს ჯარის არმიაში აუცილებელია, რომ პოლიტიკისთვის და პასუხისმგებლობისთვის იყო მზად. ფსიქოლოგიურად ამზადებს ადამიანს და მენტალურად. ესე მზად იყო რა გინდათ. ხო, ეს ახლა სხვადასხვაერი ეს გაიარა და მოკლედ პოროშენკოც კი, რომელიც მე მისი ფანი არ ვიყავი, პოროშენკოც კი მასზე ესე ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა და ეხლა ზელენსკი მოვიდა რა ლოზუნგებით, ეხლა კამპანიაში ჩართული ვიყავი. მოვიდა მშვიდობის ლოზუნგით, მე რუსეთთან დიალოგს, მე რუსული ენა, მე თვითონ რუსულენოვანი ვარ. ამას დავამყარებ და ესე იგი მთელმა აღმოსავლეთ რუსულენოვანმა უკრაინამ მიცა ხმა.
ცენტრმაც კიევი ახლა ჩვენ რო გვესმოდეს იყო რუსულენოვანი ქალაქი. კიევში იყო ესეთი სპეციფიკა კომუნისტების დროს, რომ თუ უკრაინულ ენაზე საუბრობდი და ესეც სულ იყო სხვათა შორის, ითვლებოდი რომ შენ ესე კიეველი არ ხარ, ესე იგი სოფლიდან ხარ რა. და უკრაინული ენა გაიგივებული იყო რომ სოფლიდან ხარ. იქ 70%-მა რუსულად ლაპარაკობს. არა, მე კიევში ნამყოფი 3 თვე ვიყავი და მე პირველად გავიგე ჯერ რომ იქ შეიძლებოდა რუსულად რომ ლაპარაკობდნენ. ეხლა რა იცი, ბოლოს რომ ჩავედი, საერთოდ სხვა სიტუაცია დამხვდა, ბოდიშო გავწყვეტინებთ. არ გელაპარაკებიან რუსულად. იციან, მაგრამ არ გელაპარაკებიან. აი ის რო ეხლა რაც ეს რომია დაიწყება და მანამდე რო ვიყავი ჩასული რა. ნუ მე ჩავედი, მაგ წელს დაიწყო, მე ზაფხულში ვიყავი და თებერვალში ომი დაიწყო. რამდენიმე ტალღა იყო ამ უკრაინიზაციის. ერთი, ესე იგი ლენინმა და სტალინი ხვდებოდნენ რომ რუსული შოვინიზმი მათი ბოლშევიკური საბჭოთა პროექტისთვის იყო პრობლემა. და რუსული ბოლშევიზმის ასალაგმად ლენინმა მოიფიქრა ის, რომ უკრაინა გამოუყოთ ცალკე, შექმნათ ცალკე რესპუბლიკა, რომ რუსმა შოვინისტებმა და რადიკალმა ნაციონალისტებმა ოდნავ ესე იგი დააყენონ ერთი ადგილი, ბოდიში, ჩემ ფრანგულისთვის. ხო და გააკეთეს ამიტომ, დაევალათ, რომ უკრაინულ ენაზე და დაბუსტვად წავიდა უკრაინული ენის. ევალებოდათ რომ საქმის წარმოება უკრაინულზე იმაზე ამაზე და რაღაცა შედეგი ეს მიცეს. მერე 60-იან წლებში აი ხრუშჩოვის მერე ბრეჟნევის პერიოდში. ცოტა უკვე მაინც ინერციით რუსულად გადავიდა, იმიტომ რომ ისა და აი იუშენკო პრეზიდენტი იუშენკო ვისთანაც მე ვმუშაობდი. მაგან გააკეთა ერთი ჭკვიანური გადაწყვეტილება. ხო, ეხლა უკრაინა რახან დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, უნდა მიიღო ესე ეროვნული იდენტიფიკაციის პრობლემა ქონდა იქ განსხვავებებია რეგიონებს შორის რუსები 9 მილიონი რუსი ცხოვრობდა. ხო. იქ რუსული ნაკრძალავაში მაგ თავარი პრობლემა. რამდენიმე აი უკრაინას აქვს რამდენიმე მაკრორეგიონი. ფსიქოპორტრეტები სხვადასხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს. მაგალითად ეს დონბასი და ეს აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები, აღმოსავლეთ ხო ძირითადად რუსები ცხოვრობენ რა. რუსები და რუსულენოვანი. ხო, რუსული ხო. მე არის ცენტრი, ესა დნეპრი და კიევი, სადაც ნუ არც იქით არც აქეთ რა, ანუ ზომიერი ხალხი ცხოვრობს, ხო. მე არის გალიჩინა ეს გახლავთ, აი სადაც მართლა ნაციონალისტები ყველაზე მათ შორის რადიკალური პატრიოტები ცხოვრობენ და იქ რუსული ენა კი იციან, მაგრამ ნუ საუბარი უჩვენს. იქით არის კიდე ბენდერები არიან. ჩრდილოეთში, აი ბენდერევლებს რასაც ეძახიან, ეგ არის გალიჩინა, ივანო-ფრანკოვსკი, წერნოპილი და ლვოვი. ჩრდილოეთ დასავლეთში კიდე პოლონეთის საზღვარზე არის კიდე პოლესიეს ეძახიან, პოლონელები მაგას ეძახიან ვასტოჩნი კრესი, აღმოსავლეთ კრესი. პოლონის ნაწილი იყო 29 წლამდე სტალინმა შემოიერთა ეს ტერიტორიები და იმიტომ ვერ მოხდა. სტალინმა რა გააკეთა 20-იან წლებში რომ დაიწყო ეს ხუთწლედები და რაღაცეები, დაიწყო ასევე ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. ესე იგი შრომის კულტურის პროპაგანდა, განათლების მიცემა, იმიტომ რომ წერა-კითხვის პრობლემა იყო ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან ილია ჭოჭოს გავს მთავარ პრობლემად რას ასახელებს ილია. მე-20 საუკუნის დასაწყისია. წერა-კითხვა არის ის ხალხმა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში. იგივე იყო იქაც სხვანაირად კერო. ხო და ვერ მოასწრო ომის გამო, აი ამ ახალ შემოერთებულ 2 წელიწადში რას მოასწრებდა ხა, რომ გადაეფორმატირებია. მერე ომი, მერე აღდგენა და ასე იქ შემორჩა ეს ნაციონალისტური მიმართულება. არის კიდეც ოდესა მაგალითად განსხვავებული ქალაქია აბსოლუტურად. მაგრამ რუსულენოვანია. რუსულენოვანი, ებრაული კოლორიტით და განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს და ეს იყო რუსეთის იმპერიის კარიბჭე და მოდა და ყველაფერი პირველი შემოდიოდა ოდესა. პორტი და მაგიტო ზღვა როგორც ხო. ხო, პორტი ახლა პეტერბურგი რა თქმა უნდა ჩრდილოეთში და სამხრეთში ოდესა, მაგრამ იუშენკო მიიღო კანონი, ფილმების ჩვენება აიგზალა რუსულ ენაზე. უნდა ყოფილიყო უკრაინული და ახალგაზრდობა 1-2 წელიწადში ჩემ თვალწინ ისწავლა უკრაინული ენა სალდატანების და ყველაფრის გარეშე. ანუ ზედმეტი ჭკვიანური სულებით შეგიძლია პრობლემები მოხსნა. ყირიმში მაგალითად რო ვიყავით, კინოთეატრში შევედით და უკრაინულად გადიოდა ფილმი, რაღაც ჰოლივუდის ფილმი იყო უკრაინულ ენაზე და ყირიმი ხა ნუ ეთნიკური რუსები ცხოვრობენ უმრავლესობა. კი, აბა. ახალგაზრდობა იჯდა 17-18-20 წლის ბავშვები, სტუდენტები.
არა, ეგ ხარ პრობლემა. აქ თავარია, რომ მათ ხომ მიდიოდა ზეწოლა, ანუ უკრაინული იყოს, მაგრამ შენ რატო გძალავ რუსულს, ხო? ანუ იქ რუსული ხალხი ხო, ზეწოლას რატო აკეთებ ამას? ეგ აი იუშენკო მაგალითად აკეთებდა რას, რომ უკრაინულად არის სობორნესი. აი ჩვენ რო აგძალოთ ეხა აქ სკოლაში ხალხი ეთნიკურად რამდენი ხალხი ცხოვრობს, ხო? და ეხა ჩვენთან ხო არის საშუალება ყველა ენის სწავლის და. მაგრამ საერთოდ ეხლა ეს ნაციონალიზმის დაბუსტვა სადაც მიდის, აი ეს უნდა გვესმოდეს რა, სადაც მიდის ხელოვნური გაზვიადება, ესე იგი იმ ხალხს ამზადებენ ომისთვის. ასე იყო ჩვენთან 80-იანი წლების ბოლოს 90-იანი ეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალიზაცია მოხდა. საქართველოს ქართველებისთვის მხოლოდ და რაღაც ესეთ ლოზუნგები. წინა პლანზე მოდის. ამან შეაშინა აგერ ჩვენი ცხინვალელი ოსები, შეაშინა აფხაზები და ჩაიკეტნენ რა და ნუ ახლა თავის დაცვის მიზნითაც ჰქონდათ ეგ რეაქცია, რაც ბუნებრივიც იყო. რა თქმა უნდა, იქიდან ეხმარებოდა ამას უცხო ძალები და რუსეთიდან იყო და არა მარტო რუსეთიდან სხვათა შორის. დასავლეთსაც აწყობდა ეს კონფლიქტი მაშინ. მათ ესმოდათ, რასაც აკეთებდნენ. ხო და ნუ მივიღეთ ომი ცხინვალში, მერე აფხაზეთში, სამოქალაქო ომიც, ანუ და უკრაინაშიც ესე იგი გიტლერის ფენომენიც რა იყო? ნაციონალიზმის, ფაშიზმის რადიკალიზაცია, რომ ყველაზე იაფი საშუალება რომ ერი მოამზადო ომისთვის, მოკლედ ესე ვთქვა. იმიტომ ჩაუნერგა რომ შენ ყველაზე მაგარი ხარ. ხო, იდეა. და უფასო ჯარისკაცი ყავს რა, ეხლა საჭმელი აჭამე, იარაღი მიეცი და წავად ყვიაზე. და ის რა მაინტერესებს? აი ზელენსკი ეხლა ეს პროვოკაციულ განცხადება რაც გააკეთა რა. ხო, ხო, აი რა მაინტერესებს იცით რომ აი ხა ჩემი აზრით ამას რუსეთს ხელფეხს უხსნიან რა, ეხლა შეიძლება თვითონ რუსებმა მოაწყონ პროვოკაცია. მე ამას დააბრალოს და მე უკვე მართლა მედვედევმა რაც ხა მაგის ხელები გაიხსნა და ანუ რაც შეპირდა ის გაუკეთო ხო ესეთი სისულელ განცხადებას რატო აკეთებ ხო? იმიტომ აკეთებს რომ ნუ ახლა ფორმალურად რო შეხედო. მე მგონია რომ რაღაცა იქნება პროვოკაცია თქვენ რას ფიქრობთ არა? აი ნახეთ თორნიკე როგორ ვითარება. რო შევხედოთ ამ კონფლიქტს რა დევს ხელის გულზე რომ რუსეთის არმია შეიჭრა უკრაინაში და უკრაინა თავს იცავს და ათავისუფლებს ცდილობს გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. საერთაშორისო სამართლით ეგ არის. მაგრამ პროცესულად რო გაანალიზო, ოდნავ კი არა, სხვანაირად გამოდის. ანუ შანსი ჰქონდათ რომ ომი აეშორებია თავიდან მინსკის შეთანხმება 1, მინსკის შეთანხმება 2, მაგრამ არ წავიდნენ მაგ გზით. ანუ ტრამპის გუნდში მაგალითად, ხო, აი გადახია ეგრე. ტრაკერ კალსონი მაგალითად რას ამბობს, რომ ეს იყო პროვოცირებული რუსებს აქვს თავიანთი წითელი ხაზები. ანუ ეს რუსეთი არის მოცემულობა, ეხლა შენ ვერ შეცვლია, ვერ საქართველოს შეცვლის, ვერ ამერიკა ვერ შეცვლის. იმპერია რა. იმპერია, რომელსაც აქვს თავისი წითელი ხაზები. ხო, რა თქმა უნდა. ამ წითელი ხაზებს ეხლა მოთმინებაც რაღაცა დონის აქვს, ძალიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობს ეგზისტენციალური წითელი ხაზი, რომელსაც ვერ დაატარებს. ხო, უნდა არ უნდა ვერ გაატარებს. ეხლა ჩვენ მაგალითად რატო გადაკეტა ეს რუსეთმა აფხაზეთიდან ცხინვალით გადაკეტა ორი გადასასვლელი, ხო? იმიტომ რომ 90-იან წლებში დასუსტა, ჩამოეშალა ამ ხელა იმპერია, თავისი გადაწყვეტილებით სხვათა შორის თვითონ დაშალეს, მაგრამ ამ დაშლაში და ეკონომიკა გაუნადგურდათ და ჩამოეშალათ ძლიერი სახელმწიფო და იყო რისკი რომ და ინფორმაციაც ჰქონდათ რომ ჩრდილოეთ კავკასიის აფეთქება იგეგმებოდა და მართლაც აპირებდნენ უცხო ძალები. ბრიტანეთის იმპერია ყოველთვის ცდილობდა შამილთანაც კი ბრიტანეთი ყოველთვის ცდილობს. არსებობს ცნობები მაგალითად რომ სოხუმკალეს, ანუ სოხუმს იყენებდნენ ბრიტანელები რომ შამილისთვის იარაღი მიეწყო, მაგრამ თვითონ შამილმა მერე ბრიტანელებთან აღარ მოინდომა ეს, მაგრამ იარაღი მოკლედ საქართველოსდან შედიოდა, სოხუმიდან შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიიდან. ასეთი ცნობებიც არის. და აქაც ახლა შევარნაძემ აფხაზეთი რომ წავაგეთ სოხუმის დაცემის შემდეგ, რა თქვა, რომ ეს ბუმერანგივი დაუბრუნდება რუსეთს, ხო, აფხაზეთის კონფლიქტი. და დაუბრუნა იმ თვალსაზრისით, რომ პანკესის ხეობიდან, საქართველოსდან, აზერბაიჯანიდან სხვათა შორის გადიოდა იქ შეერაღება, კომუნიკაცია, ქეში, მედიკამენტები, ეს არაბი ბოევიკები გადადიოდნენ, ვაჰაბიტები ვიღაცები. და სერიოზული ორი ომი ქონდა გაცო ჩეჩნებთან, ხო? ჩეჩნებმა სანამ დემოგრაფიული უფსილა ქონდათ, იბრძოლეს და მერე, ნუ ახლა მართლა განადგურდა. ჩეჩნებს ახლა კი აქვს 25,000-იანი ესეთი არმია ყავს უკვე, რომ შეიძლება ეგ უკვე საფრთხე იყოს. მომავალში რუსეთისთვის. აქედან რა დასკვნა დევს, რომ ესე იგი თუ ვინმეს უნდა ჩრდილოეთ კავკასიის აფეთქება, ესე იგი საქართველოსდან უნდა მოხდეს ან აზერბაიჯანიდან, სხვა გზა არსებობს.
ну აფხაზეთიდანაც შეიძლება, მაგრამ იქ უკვე აკონტროლებენ. ამიტომ ჩადგეს ეს ბლოკპოსტები აფხაზეთის და ცხინვალის სახით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ აერიდეს თავი ჩეჩნური ომები. ეხლა რო დათვალო, რამდენი დახარჯა რუსეთმა ამ რისკების კუპირებაზე და იმ ომებზე, ну გაცილებით უფრო იაფი გამოვიდოდა საქართველოსთან რომ დაელაგებია ურთიერთობები რა, საღიაზრეს, მაგრამ შიგნით კრემლშიც ხო მარტო არ წარმოუდგენლად ყველა ომში იმდენი ფული იხარჯება, იქ ფული რო დახარჯონ იმაში რაღაც მაგალითად ის ნავთობის ან ლოჯისტიკისთვის აღსაჭიროა. მოკლედ ეხლა კაი დაუბრუნდეთ შორს წავედით ჩვენ. 9 მაისი არის ეხლა ზეგ, ხო? ხვალ უბრალოდ. ხო და 9 მაისი ეხლა გამარჯვების დღეა, ну დიდი თარიღია ჩვენთვისაც დიდი თარიღია. ჩვენც უნდა აღნიშნოთ ზოგადად. ეხლა ჩემი ბაბუები ორივე იბრძოდა, ბაბუის ძმები იბრძოდნენ, დაიღუპა ბევრი, ქერჩის ოპერაციის დროს დაიღუპა ორი ბაბუების ძმები. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ოპერაცია იყო 41 წელს განხორციელებული დეკემბერში. თუმცა მე კიდე გაიმეორეს და 53-ში წარმატებული იყო და ქართული დივიზიები გადასხეს მაშინ და ზოგადად სულაც არ იცოდა ახლა რო ყვებოდნენ იქ. მოკლედ 700,000 ადამიანი საქართველოსდან იყო ომში და 350 400 პროცენტულად ქართველები ყველაზე მეტი მონაწილეობდნენ. არის ასეთი ვერსია, მაგრამ ნუ ბელარუსებიც საკმაოდ დაზიანდნენ მაგ ომში. ნუ დიდი ცხოველები გავიდეთ. მაგალითად საფრანგეთმა დაკარგა გაცილებით ნაკლები ვიდრე საქართველოს. ინგლისმაც და იმანაც ამერიკამაც. იქ 9 მილიონები ჯამში დაკარგა ჩვენს ეგრე ხო. ამიტომ ჩვენ მოვიგეთ ომი ამერიკა. აი ეს პარიჟანკა სალომე ზურაბიშვილი რო ამბობდა რომ ის საერთოდ ავიღოთო ის უცნობი ჯარისკაცის მარადიული სპონსორი და ისა მან ნუ ხალხმა გასცა პასუხი ახლა ზურაბიშვილს რაც შეეხება ახლა მაგას საერთოდ მორალური უფლება რა ამ თემებზე რატო იმიტომ რომ მაგის ოჯახიდან რამდენიმე წევრი ემსახურებოდა ფაშისტურ რეჟიმს კი მე ვიცი ეს კეიდია იყო აბვერის ოფიცერი მამამისი ლევან ზურაბიშვილი მუშაობდა ავტოინჟინერი იყო ხო თითქოს რა უნდა გაეკეთებია მაგრამ საფრანგეთის ოკუპაციის დროს არ წამოსულა სამსახურიდან და უშვებდა მანქანას სიმკა ფრანგული მანქანა იყო სიმკა რომელიც ვერმახტის ოფიცრებისთვის იყო ესე პატარა ორკარიანი მანქანა იყო რამდენიმე 10,000 გამოუშვეს გერმანიის ვერმახტისთვის და ეს ლევან ზურაბიშვილი პატივცემული მამამისი არ წამოსულა ანუ კოლაბორაციონისტი იყო ვერმახტის არმიისთვის ამზადებდა დამკითხოს ბოდიში რა ამკითხოს რატო არა ვინა აი ეს ინტერვიუები ხო არის რა ამ ქალთან რომ შდებიან და ყველაფერს ეკითხებიან რატო არ უსვავს აი ამას ესე პირისპირ ეს თქვენი ეს არის და იმან რომ ვერ გაიგეს პასუხს და ან თქვას რომ კი ან არა იტყვით ყოველია შეგონია არა თქვას მოდი რა და ეგეც გავიგოთ არა ტყული ვიკიპედიაში კი ეგ წერია როგორ არის კაი ურსულა ფონ დერ ლაიენ მაგეთ ნათესავი ფონ დერ ლაიენს და ამ ქალს დაისვავ და ჩვეულებრივად კითხავ და მოდი საზოგადოებას გაცეს პასუხი ეს მართალია თუ არა კი და მეორე მამის ძმა თარჯიმანი იყო ფაშისტების პარიზის ოკუპაციაში თარჯიმანი ფაშისტები ასამართლებდნენ და მე აღარ დაიჭირეს იმიტომ რომ ნუ არ დაიჭირეს როდეშა ეს 9 მაისი აი მაინტერესებს აი პროვოკაციასთან დაკავშირებით აი მოხდება ეს პროვოკაცია მე ვფიქრობ რომ არის მანდ ორი ინტერესი ერთი არის გლობალისტების ინტერესი რომელთა ცენტრი დღეს არის ლონდონი აი გლობალისტებს სურთ დიდი ომის გაჩაღება სოფლიო მასშტაბით იმიტომ რომ ომს ეგენი ხედავენ დიდ ომს როგორც რესტარტის საშუალებას რომ გადატვირთონ ეს და თავისი რაღაცა გლობალისტური იდეები განახორციელონ ანუ სოფლიო ერთი ცენტრიდან მართლობა და სახელმწიფოების ჩამოშლა და განადგურება და ასე შემდეგ ეგენი მიაწვევიან რომ პროვოკაცია იმიტომ რომ იქ ჩადეს სიძინპინი გაგრძელება აწყობთ რა თქმა უნდა და ესკალაცია ეხლა ტრამპმა შემოიტანა მშვიდობის ტრენდი ხო მოლაპარაკებები იქ ვიტკოფი ჩავიდა რაღაცა იქით მიმოსვლა მშვიდობას ლაპარაკე ეგ არ აწყობთ რა და ეხლა იქ ჩადეს სიძინპინი ინდონეზიის პრეზიდენტი იქ ინდოეთიდანაც ვიღაცა ჩადის ფიცო ჩადის ის ჩადის უჩიჩი ჩადის ნუ ბევრი 50 პირველი პრემიერი და პრეზიდენტი ჩადის და მან ეხლა რომ რაღაცა ისროლო თან უკრაინული არმია თვითონ ვერ ესწრის ანუ მარშრუტიზაციას უკეთებს ნატო აი გენერალი ამერიკელი გენერალი აგუტო ხელმძღვანელობს მაგას ვისბადენის მართვის ცენტრიდან ხო გერმანიაში
მარშრუტიზაცია რას ნიშნავს? რომ აი რუსებს ხო აქვთ დაყენებული აგერ რადარი, ეს რადარს რადიუსი აქვს და შენ ისე უნდა გააძვრინო ამ რადარმა ვერ დაგინახოს. და მაგ მარშრუტის GPS-ის კოორდინატები უდგენს ეს ოღონდ ეს მარტივი კი არა, Uber-ის ტაქსებით არ არის. აი სერიოზული შესაბამისად მე არ ვიცი ტრამპის გავლენა როგორია პენტაგონზე რა. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სერიოზული ბრძოლები აქვს, ძალიან სერიოზული. აბსოლუტური არის და არის კიდე ერთი მოსაზრება ესეთი რა, ვერსია, რომელიც ამერიკულ ფორუმებზე მე გავეცანი ამჟელობა იყო პირველ 20 წელს, როცა ტრამპს ააგებინეს. მაშინ რომ ესე იგი 6 იანვარი რომ მოხდა, რომ შეიჭრა ეს კონგრესში ხალხი. მან პასუხისმგებლობა პროცესებზე აიღო პენტაგონმა, ჯარმა. გაწიეს ეს დემოკრატებიც, გაწიეს ეს პოლიტიკოსები, რესპუბლიკელები და ჩაატარეს საკუთარი გამოძიება, რა მოხდა არჩევნებს. ეს რა თქმა უნდა არ გამოქვეყნებულა ვერსია. მე დაიდო დასკვნა რომ მართლაც მოხდა ესე იგი გაყალბება. და თან ბიულეტენის ტენიდან ნუ ეს პოსტით ძირითადად პოსტით მოხდა გაყალბება პანდემიის გამო ხო პოსტით მის მიცემა შემოიღეს 80 მილიონი. აბა კადრები მაქვს ნახე როტენიან იმას პირდაპირ. აი ეს მასიურები ალბათ იმეებით რა დაფარულად რაც იყო და პოსტით 80 მილიონი ბიულეტენი დაიგზავნა პოსტით. ამათი მოსაგროვებელი ყუთები იდგა სხვადასხვა ადგილას ქუჩაში. და აი შენ რაც გაქვს ნანახი და ყველას აი მანდტენიან ამ პოსტის ბიულეტენი. პოსტის ბიულეტენის ტენია, ხო? ხო და მე უცებ რაღაცა 30 მილიონით ეს 20 მილიონი ხმა გააურთქლდა რა მეორე არჩევნებს ეგ ბაიდენი. ყუდარი ისინი ყავდა კანდიდატებს სენატომმა თუ კონგრესმა ვიღაცა მოიგო არჩევნები რომელიც გარდაცვლილი იყო. წარმოიდგინე. არამოქალაქეები ხმას აძლევდნენ. ვიდა არჩევნები მოიგო. ბოდი იმეციას გახსენებ თემატურია ხა ჩვენ გქონდა ვიდეო იმისი ოქედა დაგვიბლოკა სხვათა შორის ეს ვიდეო TikTok-მა თუ არ ვცდები ჩვეულებრივი ამერიკის დაგვიბლოკავდა მაგას. კაც შედის არჩევნებზე. ფაქტ ჩეკი სახელი გვარი ხო ანუ ჩვეულებრივად იღებს და თან შეუძლია გადაღება არაფერი ისეთი არ არის გასაიდუმლო. გამარჯობათ სახელი გვარია უნება სახელს და გვარს და უნება მისამართს. შენ ეს ხარ არანაირი ID პარა. ხო არა. არანაირი ის აძლევს ბიულეტენს ეუნება რომ აგიხსნათ ვის უნდა მისის არა ვიცი ეს ეუნება 10 წელია აკვაძლევ. მოდი და ესე მეგობრებო ეს იძახის რომ ჩვეულებრივად აი ესე გამოვიდი ამ ეგ და რაღაცები ჩვეულებრივად არტ კონვერტშიდებ არაფერში აკაცებს ხმას შემოხატავს მიდის ეს კაცი ეძახის რომ თქვენი საკით მოდის ეს ჩვეულებრივად აფრიალებს ამ მასხას ეს კაცი აპარატში ეს შეუშვას ართმევს დაჟე და გახდახედავს და იმას მიეცი გაიარჯება აი კონტია და დედა მომიკვდეს ანუ ვიდეო გვაქვს ეხლა ციხა იმან დაგვიყვება არა ვიდეო გასწორდეს შეგვიძლია ხო და დედამ გამჭირვალეობის აი პიკი ყველაფერი იცის ეგეთ თქვენ ინგლისი ახსენეთ რა ინგლისელმა ხალხმა უკვე გაცა პასუხი ამ ყველაფერს და ისტორია 1920 წლის მერე ანუ კონსერვატიული ლეიბორისტები მართავენ ინგლისს ეს ორი დიდი პარტია მესამე ძალა არ არსებობდა ეხლა ნაიჯელ ფარაჯიმ თვითმმართველობის არჩევნები მოიგო და კონსერვატორებზე და ლეიბორისტებზე ჯამში ამაზე მეტი ხმა იყო. რუმინეთში პრეზიდენტის პირველი ტური მოიგო ულტრასების დამაარსებელმა ანუ არავინ რა ესე ვთქვა არა პოლიტიკოსი უბრალოდ ამბობ თქვა რომ მე რომ მოვიგებ ჯორჯესკუს გამოვიყვარ ანუ ლეპენი დაიჭირეს და ის ჯოზეფ ბარელა რო არის მაგის ბარდელი ანუ როგორი უსამართლობაა და ეს ევროპული ბიუროკრატია აი სადაც არ მოწონთ, ანუ ევროპაში სადაც ანუ მათ ყრუმოჭრილი მონები არ არის, ყველგან იწუნებენ დემოკრატიას. ყველა ქვეყანაში აი ფიცოდან დაწყებული. მოდი ერთ ვიდეოს ჩავრთავ. გადასცემს და მე ეს თემები რომ განვარცოთ რა იქნება რა. ისე როგორი უსამართლობა არა ის აი თვალში ნაცած გვაის უყურებთ ჩვენ ხელის პოლიტიკური თავისუფლების და დემოკრატიის შეზღუდვის მორიგი ევროპული სერია ამჯერად გერმანიიდან, სადაც ბოლო გამოკითხვებით ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ გასაიდუმლოებული 1000 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე AfD ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. ევროპული პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. განსაკუთრებით საფრანგეთში მარინ ლეპენის წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული სასამართლო პროცესის და არჩევნებში მონაწილეობის 5-წლიანი აღრძალვის და რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს მოგებული არჩევნების გაუქმების შემდეგ. აი რა უსამართლობა არა აი რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით აი რა ხდება სოფო ევროპაში ზოგადად
რასთან მოხსაქმე. რა ხდება და ფასადური დემოკრატია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში იყო, აღარ მუშაობს და გადავიდნენ ტოტალიტარულ მეთოდებზე. ეხლა ეს არ გვეგონოს, რომ ეხლა დემოკრატია, რომელიც არისტოტელეს და პლატონს აქვს აღწერილი, ხო, ძველ საბერძნულ პოლისებში რაც იყო. დემოკრატია ფასადია სიტყვა. ის კარგი ხანი აღარსად არ არის. არის დიდრების დიქტატურა. ლიბერალური დემოკრატია უფრო არა. ლიბერალური დემოკრატია, აი ლიბერალიზმი საიდან მოდის, ხო, რომ ნახოთ, ხო, ჰობსი, ჯონ ლოკი, ხო, ეხლა და ბიოგრაფიები რომ ნახო, მაგათ, ყველა არის რომელიღაც საბანკო სახლთან დაკავშირებული და ელიტარულ ოჯახებთან. მაშინდელ ოლიგარქებთან. ანუ ეს არის დაკვეთილი ხელოვნურად შექმნილი საერთოდ ტექნოლოგია, იდეოლოგიაც არა, რომელსაც აფინანსებენ და იყოლიებენ ვიღაცებს, თან იზიდავს ყველაზე სუსტი გონების ადამიანებს, აი რომელსაც ინტელექტი და ლოგიკური ჯაჭვების აგება უჭირთ. პირდაპირ სიმართლეს როუნები და არ ჭირდა. ხო, ვერი აზრი. ასეთ ხალხს იზიდავს ეს ლიბერალიზმი და ისთვის დაჭირდათ ეს ლიბერალიზმი, იმიტომ რომ შენ რო აკონტროლო და გააგზელო რო გამდიდრება რო გააგზელო მეტი ძალაუფლება გქონდეს, ადამიანები უნდა იყვნენ შტერები, მასები. უნდა იყვნენ, ვერ უნდა ხდებოდეს რა ხდება, რეალური პროცესები რა არის. ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მეთოდს. ერთი არის ეს ლიბერალიზმი, რომ შენ ყველაფრის უფლება გაქვს, ადამიანის უფლება. ამ დროს არ არის ეგრე რა, საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალია. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვართ ასოციალურები, ხა გამდეგილები ხო არ ვართ. ჩვენ ვართ ცხოვრობთ სოციუმში, საზოგადოებაში და შენ რო ცუდად ხარ, მე მზიანდები, იმიტომ შენ რო ცოტა ფული გაქვს, მე მზიანდები, იმიტომ რომ ჩემთან ნაკლებს ყიდულობ. იქ-იქიმთან ვერ მიდიხარ. ხო, გადაბმულია ეს ყველაფერი, აი უხილავი ქსელებით რა. და სოციუმის საერთო ინტერესი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის პრიმატი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდი გინდა თუ ამ მსხვერპლად შეაგდო ახლა ერთიანი სოციუმის. ანუ ჩარჩოები ჭირდება ამასაც, იმასაც და ისინი გეუბნებიან, რომ არა, მაგრამ ესე იგი იდეა არის რა, რომ მაქსიმალურად დაადებილონ მასები, რომ უფრო მარტივად მართონ. დადებილება ხდება ამ ესეთი ულტრალიბერალიზმის მეთოდებით, ხდება ასევე მიიჩნევენ ისინი, რომ ადამიანი დიდხანს არ უნდა ცოცხლობდეს და ბევრი ადამიანიც არ უნდა დაიბადოს, იმიტომ რომ პრობლემაა. არ გვაწყობს. ხო, არ გვაწყობს, იმიტომ რომ დესტაბილიზაცია, ის უნდა დაასაქმო, იმას ტანსაცმელი უნდა საჭირო. ხარჯია, ხო, ნუ მალთუსიანობა ეხა ყველამ ვიცით, გაგვიგია, რომ მალთუსი იძახდა, რომ არსებობის საშუალება იზრდება არითმეტიკული პროგრესიით, ხოლო მოსახლეობა გეომეტრიული პროგრესიით და პრობლემაა ეს შობადობა, ხო? მალთუსმა ეს თქვა 1800 წელს. 1800 პირველ წელს უბრალოდ 1800 პირველ წელს მოსახლეობა პლანეტის იყო მილიარდი. და მაშინ რა კატასტროფა ვიღუპებით და ეხლა 8 მილიარდია, ხო ყველა ნუ მეტნაკლებად იკვებება და გამოთვალეს მეცნიერება პლანეტას აქვს საშუალება დღევანდელი ტექნოლოგიებით 100 მილიარდი ადამიანი თავისუფლად გამოკვეთოს. კი, აბა რა, ხო, საქართველოს მაგალითად აქვს საშუალება გამოკლებოს დღევანდელი ტექნოლოგიებით 7-დან 8 მილიონი ადამიანი თავისუფლად. რატო ახლა საიდან მოვიტანე ეს? გაეროს მეთოდოლოგია ითვლება, რომ 9 გექტარის სავსებით საკმარისია, რომ ერთი წელი ერთი ადამიანი იყოს დაპურებული. ჩვენ გვაქვს 4.4 მილიონი ჰექტარი, საძოვარი, სახნავის, ბაღები ყველა მიწა რა. რეალურად მეტი, იმიტომ რომ ახლა ესენი ანგარიშობენ კოსმოსიდან იღებენ, ხო? მოდანჩას ყველაფერი ზოგი იცია, ზოგი იცია. აი რო გადაღებით, საქართველოს ფართობი არის 79000. მაგრამ თას რა ფართობი აქვს, ხო? 4 მხარე არა აქვს თას. ის ფართობები, ანუ მეტი. არ არის დათვლი. ხო, რეალურად საქართველოს მეტია რა, რაც კარგია. და პლუს ზღვის აკვატორია. ზღვის აკვატორია უზარმაზარი 315 კილომეტრია ჩვენი საზღვარი ზღვაზე, გასასვლელი და 12 კილომეტრი არის. აფხაზეთიანად არის ეგრეთენი. ხო. და 12 კილომეტრი ჩვენი ტერიტორიული წყლები პლუს კიდე იქით 24 კილომეტრი ეკონომიკური ზონა. ანუ ეს თევზი რაც არის ეს ხო საკვები და იხტიოფაუნა. მოკლედ ჩვენ ეგრეც უნდა ვიყოთ, ხო? აი ძლევამოსილების დროს, თამარის დროს 12-13 მილიონი იყო საქართველოს მოსახლეობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი. ჟეჩპოსპოლიტა მე-17 საუკუნეში პიკზე თავისი ძლევამოსილების 13 მილიონი იყო. ანუ ხვდებით ხო უზარმაზარი ეს მართლა იმპერია იყო საქართველო. კი. ხო და ესე იგი ამ გლობალისტებს უნდათ რომ გინდა თუ არა ეტაპები გაიარა ამ გლობალიზმ გვაინტერესებს ეს თემა. რა თქმა უნდა, კი. საიდან მოდის ეს გლობალისტები რა? არის ვერსია რომ ეს არის ვენეციური სავახშო და სავაჭრო კაპიტალის სინთეზი, რომელიც ოსმალეთის იმპერია რომ მიაწვა ვენეციას
შევიდნენ ბალკანეთში, ბულგარეთი, რუმინეთის ოკუპაციას, უნგრეთს უტევდნენ, სარაევო დაიპყრეს. მაშინ ვენეციის კაპიტალმა გადაწყვიტა, რომ გვიტევენ ესენი მოდი რაღაც თავს უშუალოთ. მოკრეფეს ეს თავისი ოქრო ვერცხლი, თავისი ფირმანები და ტექნოლოგიები და წავიდნენ ჰოლანდიაში. და მოახდინეს იქ ჰოლანდიის ბურჟუაზიული რევოლუცია ცნობილი მე-16 საუკუნეში. ანუ დაფუძნდნენ იქ მე ეს ვილჰელმი მოიყვანეს იქ სათავეში და მე ხდება მათი შესვლა ინგლისში, კრომველი და ეს პროცესები. ანუ რევოლუცია თავის არ ხდება, რევოლუციას აუცილებლად ვიღაცა აფინანსებს. ინტერესანტი ყავს, ანუ აქ ეხლა ხალხი გამოვიდა რაღაცა გააპროტესტა, არსად ეგეთი რამე არ ხდება. თავი ხო, აბა რა. დიდი ფული, დიდი ორგანიზებული ჯგუფები, აი ეს არის სახელმწიფო გადატრება. ხო. წინა სიმაში ქონა რომ გაგიყრისო ხელს ჯგიანი კაციო და ეს კაქციები უნდა გაგძელო. და მე რა ხდება? მე ამათ დაეჯახა ვატიკანი. რომის პაპი იყო მთავარი პერსონა ახლა მთელ ევროპაში, ხო? მე მეფეებს ეგაკურთხებდა ჯვრის წერა პროტესტანტიზმის მაგიტო შეიქმნა მაგათი. ვოთ. ხო და ვატიკანს დაუწყეს ბრძოლა. ვატიკანს დაუწყეს ბრძოლა როგორ? ურწმუნოების და ერესის დათესვის მიზნით. აქედან წარმოვიდა ეს რეფორმატორები, კალვინისტები, ლუთერანები, ანუ სექტები შექმნეს რა რეალურად. პაპის ინსტიტუტს არ აღიარებენ პროტესტანტები იგივე. საბოლოო ჯამში, არის ორი ვერსია ახლა რომ ვატიკანიც დაითრიეს, მაგრამ არის ვერსია რომ ბოლომდე ვერ დაითრიეს და ახლა მე არ მაქვს ინფორმაცია მაგის შესახებ. აი ეს პროცესია და შემდეგ უკვე დაინახეს სავაჭრო სახლები რომ გააკეთეს ყველგან დიდ ბრიტანეთში სიტი ჩამოაყალიბეს ხო ფინანსური ცენტრი სადაც დედოფალსაც კი ნებართვის გარეშე არ აქვს შესვლის უფლება პარიზი აიღეს დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია რომ გააკეთეს ეს რობესპიერი და ანტონი მარატი და ესენი ყველა ესენი იყვნენ გლობალისტების სავაჭრო კაპიტალის ეს დაქირავებული ხალხი ამიტომ ისტორიას რასაც გვასწავლიან, თლათეგრი არ არის, თლათეგრი კი სულ არ არის. კრიტიკულად უნდა შევხედოთ ყველაფერს. მე მოიგონეს რა, რომ ეს მონარქები გვიშლიან ხელს. კაი, პაპი დავასუსტეთ. მაგრამ ეს მონარქები არ გვიშვებენ რა. ბაზრებზე არ გვიშვებენ, სესხს იმ პროცენტად არ იღებენ რაც ჩვენ გვინდა და ასე შემდეგ. დაუწყეს დინასტიებს ბრძოლა. დაამხეს გერმანიის მონარქია დაამხეს, საფრანგეთის მონარქს თავი მოკვეთეს, ჩარლზს თავი მოკვეთეს ინგლისში. გადაუარეს მონარქიებს. და მერე მოიგონეს ეს მარქსი, დაისვეს ეს მარქსი, აწერიეს ეს კაპიტალი და მარქსზე მიდიოდა ჩხუბი ბრიტანეთსა და ამერიკას შორის. ესე იგი მარქს, ინგლისი ძირითადად ამუშავებდა, მათ უნდათ გერმანიის წინააღმდეგ მარქსის გამოყენება. მერე ამერიკა ესე იგი ამერიკაში იყო ესეთი გაზეთი New York Tribune. მაშინ ყველაზე პოპულარული და მისი მფლობელი და რედაქტორი იყო ჰორას გრილი, რომელმაც ამერიკის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, პირველი ტური მოიგო და მერე მოკვდა. არ გაუმართლა. აი ჰორას გრილი, მაშინდელი ის იყო მაგნატი, ოლიგარქი, მარკს აბეჭდიებდა New York Tribune-ში სტატიებს. 500-ზე მეტი სტატია დააბეჭდია, რაშიც დიდი ფული გადაუხადა. ირიბად დაფინანსების ფორმა. როგორც ახლა მაგალითად აი ეს ბერძენიშვილები და ვიღაცები რომ რაღაც სისულელებს ვეთქვია. მერე წაიყვანენ სემინარს, წააკითხებენ ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის, გადაუხდიან $2000, $3000 და ეგ არის მაგათი იაკობ როტშილდი და ნათალ როტშილდი ვატერლოუს ბრძოლაში ერთი საფრანგეთს აფინანსებდა, ერთი ინგლისს აფინანსებდა. წარმოიდგინე და მე ინგლისმა რომ მოიგო შიკრიკები გააგზავნეს ინგლისში რომ ინგლისმა ომი წააგო, აქციების ფასი დაეცა. და ეს აქციები შეისყიდეს და ეს ინგლისის ბანკი დღემდე მაგათ მფლობელობაშია ამ აფიორის შედეგად. წარმოიდგინე, ისეთი რაღაცები ხდება სოფელში, რაც უფრო ჩახერგული ხარ, უფრო ეძიები ესეთ რაღაც იმდენ სამართოდ. ისეთ რაღაცებს ატყდები უბრალოდ იცი და ვერ იჯერებ და მე იმ ხალხისაც მესმის, მივხვდი, იმდენად წარმოუდგენელი ისტორიებია, რომ დაჯერება აქ ამისი არის რთული რა. იმით ნახე, შენ ახსენე ახლა თორნიკე ინგლისის ბანკი. ეგ ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა, ხო? Bank of England. პირველი ვინც დაარსა ეგა, იყო გვარად მონტეგიუ ადამიანი. აი ეს მონტეგიუ არ გაგონებს არაფერს, მსგავსება. კი.
იმაში რო არის, რა ქვია, რომეო და ჯულიეტაში? აი, ჩემპიონი კაც. აი ხა მონტეგიუ არის სწორი გამოთქმა მაგვარის და ჩვენთან თარგმნეს რომეო და ჯულიეტა, რომ მონტეგი და კაპულეტი. მონტეგით იცი. რეალურად ეს ის გვარია, რომელიც მას ის, მაგრამ აქ რა ხდება ორი ის იყო, პაპის მომხრეების რომეო და ჯულიეტაში აღწერილია, შექსპირმა აღწერა დაშიფრულად პაპის მომხრეების, ანუ ღვთის ხალხის, ღვთისმოშიში ხალხის დაპირისპირება ღვთისმგლობი ხალხებთან. აი ეს მონტეგიუ იყო ღვთისმგლობათა ბანაკი, გველფები და კაპულეტი იყო გიბელინები რა, ესე იყოფა. გიბელინები ვატიკანის მომხრეები. და იქ საფრთხო რომის იმპერია გერმანიასთან კავშირები. მოკლედ ეს ბრძოლა მიდიოდა შუა საუკუნეები ვატიკანის გამო. და შემდეგ ეს მონტეგიუ მოხვდა ჰოლანდიაში, ეს გვარი, ვილჰელმთან ერთად გადავიდნენ, დაიპყრეს და დაიმორჩილეს დიდი ბრიტანეთი და დაარსეს იქ Bank of England. მერე დაარსეს უკვე მოგვიანებით ოსტინდოეთის კომპანია, რომელიც პირველი ტრანსნაციონალური კორპორაცია კლასიკური გაგებით, რომელმაც ინდოსტანი ხელში ჩაიგდო, რომელმაც ოპიუმის ომები გააჩაღა ჩინეთში. მთელი ჩინეთი შესვეს ოპიუმზე. აუ ჩინეთს რა უკნა. და იმათ ფარო თქოს აღარ გვინდა მეტიო, არა გინდაო და დაბომბეს. ხო. მოკლედ ეხა თანამედროვეობაში რა ხდება რა? თანამედროვეობაში ხდება რეფორმირება სტრუქტურების, გლობალისტების. ეს იყო ერთ-ერთი სტრუქტურა არის რომის კლუბი, სადაც სამეცნიერო მუშაობა მიდიოდა როკფელერების დაკვეთით. აურელიე პეჩე იყო პრეზიდენტი ამის 68 წელს შეიქმნა და მეცნიერებს დაუკვეთეს კვლევები. ერთ-ერთი კვლევა იყო რა შემთხვევაში შეიძლება მსოფლიო ერთიანი მმართველობა ჩამოყალიბდეს. ეს კვლევა დაუკვეთეს იან ტინბერგენს, ჰოლანდიელი მეცნიერი იყო, ნობელის პრემიაც აიღო და მესამე მოხსენება იან ტინბერგ რომის კლუბის მესამე მოხსენებაში, რომელსაც ქვია საერთაშორისო წესრიგის გადახედვა. იქ ტინბერგენი წერს, რომ სამ შემთხვევაში შეიძლება ერთიანი მმართველობის ჩამოყალიბება. ეს არის მიკრობიოლოგიური საფრთხე, ანუ რაღაცა ვირუსი გაერთიანებას რომ ყველა შევაშინოთ და გავაერთიანოთ, როგორც სატესტო რეჟიმში ჩაატარეს. მეორე არის, ესე იგი, ეკოლოგიური პლანეტარული მასშტაბის ეკოლოგიური საფრთხე, climate change და რაღაცა ხო იმასებია. და მესამე არის საფრთხე კოსმოსიდან. საფრთხე კოსმოსიდან უცხოპლანეტელები ან მოდის კომეტა ბრიუს უილისი. Don't look up ირო არის რა კინოში ბოლოს ეგ არის. ხო იმენა ეკი. უცხოპლანეტაზე ხა ამერიკაში დრონების რო აფრენენ, ხო გააგიჟეს ხალხი ხა ტრამპი ახალი მოსულა. ხო და ამ სამივე თემას ესე იგი უტრიალებენ, ხან ის იმას იზამენ, ხან რაღაცა პენტაგონი გამოაქვეყნებს აი ფრინავი თებში რაღაცა. არაფერი არ იცვლება რა, ყველაფერი იგივე ხდება, უბრალოდ რაღაცეები იცვლება, აი ჩაცმულობა და მანქანათური. ეხლა ესე იგი გადაწყვიტეს, რომ დინასტიები ხომ მოიშორეს, ძირითადი დინასტიები ხლა კონტინენტურ ევროპაში რაღა დარჩა იქ დანიას ყავს მეფე, ხო? კიდევ ის ყავს კონტინენტზე ჰოლანდიას და ბელგიას. რონდეგენ მაგათი კონტროლის ქვეშ არიან, ბრიტანული კონტროლია ეს დანია, შვედეთი და ნორვეგია და ასე. სახელმწიფოები უნდა გააქრო. და იქნება მონარქია ესპანეთიც არის, ხო? ესპანეთიც არის, მეც ხო, ესპანეთი. ბოდიშვით. ჰაბსბურგები გააქრეს სხვათა შორის, ხო? 9 სახელმწიფოში იყვნენ ჰაბსბურგები მეფეები. ხო. და ჰაბსბურგებმა დაიწყეს მერე წინააღმდეგობა, ჩამოაყალიბეს ორდენი, რომელსაც სხვათა შორის ქართული სახელი დაარქვეს, ოქროს საწმიძის ორდენი. ნუ ესეთ დახურული საიდუმლო ორგანიზაცია არ არის, მაგრამ დახურული ორგანიზაცია. ჰაბსბურგები ავსტრიის თავარი ავსტრიიდან კი მოდიან, მაგრამ მე ყველგან ხო, ხო, ესპანეთის მეფეები იყვნენ, ხო. აი მაგ ავსტრიას უნდა მივაქციოთ, კოლეგებო, ყურადღება. მაქედან დაიწყება ევროპაში სერიოზული ცვლილებები. ეს ორბანი რასაც აკეთებს. ხო, იქ არის უკვე ძვრები დაწყებული მანდ. ორბანი გაზრდილი არის ვენაში. ყველგან ეხა ჩერითით დავიწყდა ანუ ყველგან ევროპაში აი ეს უსამართლობის განცდა ხალხს უკვე ეთყობა, რომ აი აქ აქვს უკვე რა. რა თქმა უნდა, კასტრირება. იმას რა ქვია ბოდიში და აქტივის, ანუ ულტრასების დამაარსებას ვიღაცა ფეხბურთის ფანი რო პრეზიდენტი გახდება. აი ჯორჯესკო თორნიკა იყო რომის კლუბის შემუშაობდა ერთ-ერთი დირექტორი იყო ხა პრეზიდენტი არა ჯორჯესკო და შიგნიდან ნახა გლობალისტების სამზარეულო.
და გაფართოებული თვალებით წამოვიდა და ჩაუდგა სათავეში, რასაც ჩაუდგა, ხო და თავხედურად გააუქმეს ეს პირველი ტური, ჩაატარეს მეორე და მისი თანაშემწევიც იყო სიმეონე ის, ხო, შევინც თქვი, აი იმან მოიგო კიდევ უფრო მეტად. ანუ ხალხს თუ მიაწვევი, უარეს შედეგს მიიღებ. მაგათ ჭადრაკში არის ესეთი მდგომარეობა, ცუქცვანგი. ხო, არა, სიტუაცია დაფაზე, როდესაც კარგი სვლა აღარ გაქვს. მაგრამ სვლა გასაკეთებელია. გინდა უნდა გააკეთო, ხო. აი გლობალისტები ევროპაში არიან ახლა ეგეთ მდგომარეობაში. კარგი სვლები აღარ დარჩათ, მაგრამ რო გაჩერდნენ საერთოდ დაიღუპებენ. ხო, ვერ ჩერდებიან რა. ასე არაფრის გაკეთებას რაღაცა უნდა გააკეთო. ამიტომ რაღაცებს ახლა მიედმოედებიან რის ხარჯზე, რომ ცენზურა, ზეწოლა, აწვევიან ამერიკულ სოციალურ ქსელებს, ხოთა შორის, მაგარი პრესიმედის მისი X-ი, Twitter-ი. ევროპა ჯარიმები, მეტას აწვევიან Facebook. ეხლა TikTok-ი დააჯარიმა, საფრანგეთთან თუ ევროპა რაღაცა 600 მილიონი. კონტროლ არ აძლევენ, მთლიანად კონტროლის საშუალება. აი ეხლა კონტროლზე გამახსენდა, ჩარლზ ბუკოვსკი იყო ესეთი საბჭოთა კავშირის დისიდენტი, რომელსაც 2000 წლების დასაწყისში ესეთ რაღაც ნათქვამი რომ თუ ესე გაგრძელდაო ევროკავშირის საბჭოთა კავშირის დაემსგავსებაო და აი ხა ვიდეოს განახებ და მე მგონი ეგრე გაგრძელდა, რასაც იძახდა ის და პროზა აი რა ხდება? ბუკოვსკის ნობელის პრემია მიცეს. აი რა ხდება? უბრალოდ გერმანია დემოკრატიის შუქურა გერმანული პოლიცია დილის 5 საათიდან იწყებს. დასვენის საფუძველზე, რომ სოციალურ ქსელში არასათანადო კომენტარი დაწერეს, მოქალაქეებს ბინებში უვარდებიან, ართმევენ ტელეფონებსა და ლეპტოპებს, უწყობენ დაკითხვას. ამ შემთხვევაში დასმენა რასისტული კარიკატურის გაზიარებას ეხებოდა. აქ წერია, რომ ეს ტოლვილთა ბანაკია. მართალია არ წერია ღობედენში უნდა იყოს შეერთებულიო, თუმცა ფოტო ამას გულისხმობს. ამიტომ ავტორი 3750 ევროთი დაჯარიმდა. უთქვამს, არ ვიცოდი აზრის გამო თუ სჭიდნენო, თუმცა არ ცოდნა მარუშველა. გამთენიისას თავს დამდგარმა 6-მა შეიარაღებულმა პოლიციელმა ჯარიმაც გამოუწერა და ელექტროტექნიკაც კონფისკაციაში გაუშვა. რა რეაქცია აქვთ ხოლმე, როდესაც ტელეფონს ართმევთ? შოკში ვარდებიან. სმარტფონის წართმევას ჯარიმაზე მეტად განიცდიან. იმიტომ რომ დღეს მთელი ცხოვრება ტელეფონში გაქვს ადამიანს. გაუცებული იყო. განაჩემი უფლება არ არის, რას ვიტყვიან დავწერო. არა ბატონო, არ არის. სიტყვის თავისუფლებას საზღვრები აქვს. სად გადის ეს საზღვარი? ანუ არის თუ არა გამოთქმული აზრი კრიმინალი, ამას მათეუსი კოლეგებთან ერთად გადაწყვეტს. ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან. არ არის აუცილებელი სიძულვილი ცენის გამოყენება, რომ კანონი დაირღვეს. თუ ჩათვლით, რომ პოსტი სიძულვილს ან შეურაცხყოფას გულისხმობს, მაინც დასჯადია. აზრის გამოთქმის გარდა გერმანიაში სიცრუის ან ჭორის გავრცელებაც დანაშაულია. თანაც ისჯება ისიც, ვინც ტყუილი თქვა და ისიც, ვინც ეს ამბავი სხვებს გაუზიარა. გასაგებია, რომ ვინც უფრო ინფორმაცია დაპოსტა ისჯება, მაგრამ ვინც ნახა სიმართლე ეგონა და სხვებს გაუზიარა, ისიც დამნაშავეა. დიახ, გადაზიარებაც დანაშაულია. თანაც ავტორიც და გამავრცელებელიც თანაბრად ისჯება, მაშინ უკვე დემოკრატია არ არის, მიხსენ მანდ არის საუბარი, ხო? მაშინ კი, ანუ ეგრე შეიძლება უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ხო აქ დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი, ხო ესე? იმ ნიშნით, ბოდიში იმ ნიშნით, ახლა მაგალითად, შენ ტყუილს რო ავრცელებ, რითაც შეიძლება სახელმწიფოს ის შეექმნას, მან და არ უნდა იყოს თითქოს ახო, ან ესე ხო ჩვენ სხვა მორალით გვასწავლიან, ხო? სხვა მორალს გვასწავლიან, ეგ აქ თავარი თორე ახლა. რა თქმა უნდა, რაღაცები უნდა კონტროლდებოდეს სახელმწიფოს მიმართ და ესე რაღაცა უპრაგონოთ ვიღაცამ შენ რაღაცა დაგაბრალოთ არ შეიძლება ეს რა ეგ სწორია მაგრამ ესენი ხო ამას არა ესენი ხო პირიქით სხვა რაღაცა მოზღრავენ ჩვენ რომ არავის არ უნდა შეეხო ყველაფერი მოსულა ვიდრე გინდა აგინე აფურთხე სიტყვის თავისუფლება ხო არის სამხრივად არის ხო და აგერ ხო და გევაგას გეუბნები გერმანიაში აგერ ჩვენ გვიწუნები დემოკრატიას თვითონ ბიჭო Facebook-ის სტატუსების გამო რასაკეთებ აი ამას გაკავშირებით იგივე ხდება სხვაგანაც კი ინგლისშიც ეგრე ხდება და ხო მან რა მოხდა იცი რომ მთელი მეინსტრიმული მედია შეისყიდეს ევროპაში არ არსებობს მეინსტრიმული მედია, რომელიც არის თავისუფალი და რომელიც გლობალისტების ხელში არის. BBC არაფერი ეგ. ამერიკაშიც იგივე. კი, გას. ეხლა ტრამპმა მაგალითად მოიგო ბლოგერები, საერთგვენერი ხალხის ზედაკდა. კი, სხვადასხვა, ხო. ბარონ ტრამპი შვილი ჩაუდგა სათავეში, 200 ბლოგერი მოუყვანა, ისეთი ნორმალურები. წონიანი. ამერიკისთვის ეხლა ბევრიც არ არის, მაგრამ არც ცოტა და გადაჯეკეს რა ეს ხო, გადაცემენ, ხო, ხო. ამიტომ მომავალი არის თქვენი
ხო აი ვინც გვისმენს ახლა რო იცოდეთ ბლოგერების არის მომავალი, იმიტომ რომ მეინსტრიმი ტოტალურად კონტროლდება, ცენზურა, სიტყვის თავისუფლება. მაგალითად დღეს თავისუფალი აზრი დაფიქსირება აქ შეგიძლია რა. გამოაქვეყნა ის რეპორტერების საზღვრების გარეშე არის ესეთი ორგანიზაცია სპეცსამსახურების მიერ რა თქმა უნდა. ვინ გამოაქვეყნა? რეპორტერების საზღვრის გარეშე. გამოაქვეყნა, ხო. Reporters Without Frontiers ეგეთი ორგანიზაცია რეიტინგებს აკეთებს სიტყვის თავისუფლებას და დაწერეს რომ ესე იგი საქართველოს გაუარესდა სიტყვის თავისუფლების ესე იგი ინდექსი და 101 მათებულები არიან. ხო 60 და რაღაცა ვიყავით და ეხლა 101 თუ 102 თუ რაღაცა ჩაგვსვეს. გერმანია რომელ ადგილზეა? მარტო ბელორუსს უსწრებთ მარტო. ამ დროს გერმანია პირველზე არის ხო? ანუ არ მინახია. რა მომენტი მოხდა, აი რა მოხდა. და ამ დროს პირველი ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ფერადი რევოლუციის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგია ჩავარდა ისე, რომ ერთი ტელევიზია ხელისუფლებას არ დაუხურია. პირდაპირ ეთერში გადასცემდა ყველაფერს. ყველაფერი იყო გამჭირვალე. მე თვითონ დახურეს ახლა ეს. თვითონ დემოკრატია მართ ეგ დემოკრატია მე მგონი არცად არ არის ახლა რასაც არა დემოკრატია ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ნამდვილად ანუ არის. სიტყვის ხო, დემოკრატია სიტყვის თავისუფლება მოგეთქვა. აი გერმანიის ახალი კანცლერი მერცი გუში მაგალითად ეგეთ რაღაც არ მოხდარა რომ კანცლერის ანუ კენჭი უყარეს და 18 ხმა დააკლდა პირველი მოსმენით, მაგრამ მეორე მოსმენით აირჩიეს ეს დიდ ზარს ნიშნავს უკვე გერმანიისთვის მომავალში რეები მოხდება და AfD გამოგშა სხვათა შორის ჩვენ და რა უქნეს ანუ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აი ახლა სუსმა რო გამოაცხადოს რომელიღაცა ნაცები რო გამოაცხადოს კიდე ლოგიკური მაგრამ იქაურმა სუსმა გამოაცხადა AfD ანუ უკვე პირველია რეიტინგში ექსტრემისტულ ორგანიზაციად ნუ აბსურდი რა და მერც ხო რატო გამოხსნა გადავხოთ ამას მერც ვიღაცა მოქალაქე მოღალატე უწოდა რა ერის მოღალატე უწოდა გერმანიის მომავალ კანცლერმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა აი ხა აქ რო ჩვენთანო ყოვახიძე მან ვიღაცას რომ მოღალატეს რას არ უძახია და იმან შეიტანოს წარმოვიდგინე რა მოხდება უნდა შეიტანოს სხვათა შორის აი ცილისწამების შესახებ კანონი ჩვენ აგვიგზავნეს რომ მიგვეღო მაგას ვიზახე მე აქ პარალელები ამას ხო და პარალელები ამასთან გამოს რომ აქ ამას ყველაფერს უფლება აქვს ჩვენ აქ ვაფშე ხმარ უნდა ამოვიდე ესე უნდა ჩვენ ვარ ყველაზე უნდა მოსობა ჩვენ ვარ ყველაზე იმას კიდევ ეს არ უნდა იყოს უბრალოდ იქ თუ არის ჩვენც რატო არ გვაძლევ პაპუასი ვინები ვარ ჩვენ ვარ ყველაზე სუეგით სახელმწიფო ვითარებაში აი დაუშვათ ეგ ხო ქნეს და ეხა რომ იმან უჩივლოს და უშოთ იქით ხალი იყოს და ხალხი შეიძლება საღოლის არა აი მარკ ფორმატით ხო დააჭერე მაგრამ ეგ რო არ ქნას აქედან ის არის აზრი არ აქვს საიდანაც არ უნდა ქნას ო აქ და ნუ ჩვენ რო წინა გადაცემაში ვიცინოდით სულ რო პირიქით არის რომ ოპოზიციაში რო არიან ადამიანები ისინი რო არიან რა იდევნებიან და დეწოლის ქვეშ და ანუ ოპოზიციაში რო ხარ კომფორტი ზონაში ხარ ჩვენ ქვეყანაში ეხლა მე მიშადროთ ახალგაზრდა 18 წლის ბიჭი ვიყავი და მაშინ ოპოზიციაში ყოფნა ძალიან სერიოზულ პრობლემას ნიშნავდა. დღეს ისეთი ოპოზიციაში რო ხარ იქ ხარ კომფორტის ზონაში, არავინ არ გაბულინგებს, მონას არავინ არ გეძახის, შენ თუ უბრალოდ შენ ქვეყნის ხარდამჭერი ხარ, სერიოზულ ბულინგში ხარ. აი რაც თქვი ეხლა მართლა აი ყველა თეორიულ საშუალებას იყენებენ მაგისტრის ასიანში გაარტყი და მან მაგათთან უნდა ვიმოქმედოთ ალბათ იგივე მეთოდი, რასაც თვითონ იყენებენ ქვეყნის და საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის წინააღმდეგ. ეს არის აი ლიბერალების მეთოდი პოზიტიური დისკრიმინაცია. ანუ მან პოზიტიური ეს ახალი თანამედროვე ეს ახალი ტერმინია, ხო? თვითონ უძახიან რომ პოზიტიური დისკრიმინაცია, იმიტომ რომ საერთოდ ესე იგი სიკეთისთვის ჩვენ დისკრიმინაცია უნდა გაუწიოთ უმრავლესობას. ანუ განგანათლოს უნდა შენ ბნელი ხარ. და მას უფლება აქვს გაგაჩუმოს ხო არა იმიტომ რომ შენ გავლენა რო არ მოახდინო უარყოფითი ამიტომ პოზიტიური დისკრიმინაცია ხო როგორია შევიტროება შეიძლება რომ გაგანა მოკლედ ბიჭებო მე მგონი თანხმდებით ერთ რამეზე რა და შოლის პონტია სოფლიოსში არის კრიზისი დემოკრატიის კრიზისი დიდი ხანი ცდილობდნენ რომ შეენარჩუნებიათ ეს ვითომ დემოკრატია ფასადური ამ დროს ახლა ამერიკაში რა არჩევნები ტარდება ჯონი და ჯონი ეს ლუჯი გასტუკე მეორეს წითელი გასტუკე რეალურად ერთ მილიარდერია მეორეს მილიარდერი ეხა მაიკლი უნდა რომ იყოს სამკაცს და არ ძლევენ საშუალებას ბრიტანეთშიც დაახლოებით იგივე ხო ეს ორპარტიული სისტემები და რაღაცა ხო მან ხო ყველგან გაირკვა ხო უკვე რაღაცები ყველას უკან დგას დიდი ფული ის დიდი ფული კიდე ერთად არის ამიტომ კრიზისია დემოკრატიის თვითონაც აღიარებენ ეძებენ ახალ ფორმებს
არის ორი ტიპი გამოვიდა ასპარეზზე, ერთი არის კურწის იარვინი, პროფესორი, ისე ჰარვარდის უნივერსიტეტის და მეორე ნიკ ლანდი, ბრიტანელია, შანხაიში ცხოვრობს. ერთი იძახის დემოკრატია დასრულდა, ხალხისთვის ეს სიკეთეს ვეღარ მოიტანს, ამიტომ უნდა გადავიდეთ ტექნოკრატიაზე. ანუ აი პლანშეტები და რაღაცა ციფრული თემები, რაც ტრამპის ამ კომანდას აწყობს რა ეს ილონ მასკები და ეს PayPal-ის. მაგათ ხელშია გამბავი. ტილი. და ის მეორე ჯიგიტი ნიკლანდი. ნიკლანდის წამოწყებულია ეს თემა, რომ ეს უნდა დავასრულოთ. ეს ნიკლანდი ის მასკის პაზელის რა ხო? მაგათთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ ის მე ვის მეგონა. ეს PayPal-ი ვისთან ერთად ასაა გაკეთებული. ეგ არის იარვინი. ხო. მაგრამ ურთიერთობა იმათანაც აქვს. პიტერ ტილი. ხო, ტილი. ხო, აი. და ის ჯიგიტი ამბობს, რომ დემოკრატია დასასრულებელია, ხალხისთვის სიკეთეს ვერ მოიტანს, მე თუ უმეტეს ახალ ფორმაციაში, როცა ტექნოლოგია ვითარდება, ციფრული ტექნოლოგია და კავშირგაბმულობა, ამიტომ უნდა დაუბრუნდეთ მონარქიას. და ჩინური მოდელი მოყავს, ახლა ჩინეთში ახლა გენერალური მდივანი თუ რაღაცა ქვია იმას, ხო, თუ პრესა დაწერდა რა სი ძინპინს, თავმჯდომარე. ნუ რეალურად იმპერატორია რა. მაგრამ არისტოტელე, რომელიც ყველაზე დიდი მოაზროვნე იყო სახელმწიფო მოწყობის თემაში, პლატონზე, ჩემი აზრით პლატონზე გაცილებით ძლიერი. ამბობს ესეთ რამეს, რომ სამი წყობა, რომელიც ხალხისთვის კარგია და სამი წყობა, რომელიც ხალხისთვის არ ვარგა. სამი წყობა, რომელიც ხალხისთვის არ ვარგა, ეს არის დემოკრატია, ოლიგარქია და რაღაცა კიდე მესამე. სულ მავიწყდება მესამე. და სამი, რომელიც კარგია, ეს არის მონარქია, არისტოკრატია და პოლიტია. ამიტომ რო ღრმად გაანალიზო, მართლაც ახლა შეიძლება საქართველოში ჩვენ ვიფიქროთ რაღაცა ისეთი light forma მონარქიაზე, რატომაც არა. ჩვენთვის რატო ხეს დატვირთვა. ჩვენთვის დატვირთვა აქვს იმას, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, ჩვენ დიდი ქვეყნების წინაშე თავი შეიძლება ვერ დავიცვათ მომავალში. და საქართველოს დაუკარგია ხო და მოკიდებულობა სახელმწიფოებრიობა და მაგალითად 21 წელს შემოვიდა წითელი არმია ოკუპაცია მოხდა და მთავრობა ჩაალაგა ოქრო ვერცხლი რაც კი იყო ხაზინაში სალომე ზურაბიშვილის მამაც და წავიდა 16 თაყაიშვილმა და სტალინმა მერე ცოტა გადაარჩინეს და რაღაცები დაგვიბრუნეს მაგრამ ნუ წავიდა მოკვდა ეს ნოე ჟორდანია მასტრო დააბრუნეს და აი ნუ მორჩა ეს მემკვიდრეობითობა და თუ მონარქი ყავს აი მანდ უკვე ვეღარ ასრულებ ესე ძალიან რა მემკვიდრეობითობას, იქ არქივის თემა, იქ ქართული გენეტიკური მეხსიერება, ფონდები, რაღაცეები, ისტორიული დოკუმენტაცია და ასე შემდეგ, რა და ამიტომ ისეთი ზომიერი ხასიათის მონარქია ცუდი იდეა საქართველოს არ არის ხა. არ ვარ წინააღმდეგ. ეს იდეა გაჩნდა, როცა დამოუკიდებლობისთვის დვიჟენია იყო აქ 90-იან წლებში, იყო მონარქიული მიმართულება და მაგრამ მაშინ კგბ-მ, საბჭოთა კგბ ყველაფერს აკეთებდა ამ იდეის დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ ესმით, რომ ეს სერიოზული ინსტრუმენტია რაღაცეებისთვის და გაავრცელეს ეხა თავადები ვარჩინოთ, აი კლიშეებს რო ავავრცელებთ. თავადები მეფე ვარჩინო და რაღაცა ეგეთები და ამ დროს მაგალითად ბრიტანეთის ვინძორების სახლს, ბუკინგემის სასახლეს 700 მილიონი ფუნტი შეაქვს ბრიტანეთის ბიუჯეტში ყოველდღე იქ ტურიზმის, სუვენირები, რაღაცა სხვადასხვა შემოსავლები. პირიქით აკეთებს ფულს. და აქაც იგივე შეიძლება რიტუალებს ჩაატარებ რაღაცა ღარაული შესვლა, სუვენირები, მეფის მაიკა რაღაცები. ხო, საინტერესო ჩვენ ქვეყანაში მოუხდება თან ახლა ისტორიულად. ეხლა მოდი გადავიდეთ ჩვენ ქართულ მარგალიტებზე, რომელსაც აი საინტერესოა ეს ვიდეო უბრალოდ ნახოთ, აი ესე ნაცარს გვაყრიან თვალებში რა. მედვედევი Deep State-ს აბრალებს შტატებიდან მოსალოდ სანქციებს. დღეს უკვე მედვედევი იუეს ამბობს, რასაც ქართულესნო, ქართულესნო იუეს ამბობს, რაც მედვედევი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ Deep State-ის კონსპირაციაც რუსეთში დაიწერა. არამედ ის ნარატივი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს პროპაგანდაში, არის ნარატივები, რომელიც დაწერილია მოსკოვში. Deep State-ის მოგონება, როგორც რაღაცა მტრის ხატის, მთლიანად რუსეთის ნახელავია. Either the Deep State
ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ გავანადგურებთ Deep State-ს. როდესაც დონალდ ტრამპი Deep State-ზე საუბრობს, ის სწორედ ასეთ ინსტიტუტებს გულისხმობს. დიახ, USAID ამის შესანიშნავი მაგალითია. დემოკრატიული პარტია გახდა Wall-Street-ის, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის, მსხვილი ფარმაცევტული და სოფლის მეურნეობის კორპორაციების, ტექნოლოგიების, დიდი საბანკო სისტემების პარტია. ყოველივე იმის, რასაც დონალდ ტრამპი უწოდებს Deep State-ს. ეს ხო არის კიდე ახლა ამას მეგობარი აქტი ეს ჩემი აზრით არის ნაცებისთვის მეგობარი აქტი და ქვეყნისთვის მტრული აქტი კოლექტიური ნაცების. ეს უბრალოდ ესე ნაგლად რო ატყუებენ ხალხს, ისინი ხო თავს ტყუებენ და რა ხდება აი ეს ლამაზი სახელები მეგობარი ეს იქ ახლა მიმუშავია უცხოურ ორგანიზაციებში და მათთანაც მიმუშავია და შიგნითაც როგორი ზოგადად დასავლური კაპიტალისტური სისტემის დიდი ნაწილი არის დამყარებული ტყუილზე. ზოგადად კაპიტალიზმის ის არის ახლა იმიტომ კი რომ ფრანგი, გერმანელი ან ამერიკელი. კაპიტალიზმი არის ტყუილზე და თუ არ მოატყუებ ფულს ვერ იშოვი რა. პრინციპი ესაა. მნიშვნელობა აქვს ტყუილის ხარისხი, ანუ სახელმწიფო არ უნდა მიცეს რომ ძალიან მოგატყუოს ხალხი და აქ უკვე გაიშვეს იალქნები აშვებული აქ. ამიტომ ამ ტყუილზე არის ღერძი არის ტყუილი. და კიდე ტერმინოლოგიას როგორ იგონებენ ეს ეგენიცი, აი მაგალითად მტრული აქტი თუ არის, მეგობარი აქტი უნდა დაარქვა. მაგალითად თუ შობადობის შემცირება, ოჯახის გაზდომა და რადიკალური პირიქით მეორე სახელი უნდა დაარქვა რა. აი მაგალითად თუ ცენზურა გინდა სოციალური ქსელების, დემოკრატიის განვითარება უნდა დაარქვა და აი ამაზე მოქმედებს. ანტიქრისტეს პრინციპი არის. ასე პირიქით არქმევენ სახელს. ეგრეა. ამ შემთხვევაშიც ახლა ეს მეგობარი აქტი, ну ჩემი აზრით არის ამერიკული დიპლომატიის და საგარეო პოლიტიკის სერიოზული შეცდომა, იმიტომ რომ არ ჭირდებოდათ ეს მათ. თქვენეთ მოაწერს ტრამპი ხელს ამას? ჩემი აზრით არა, შეიძლება არ მოაწეროს, მაგრამ ну ზოგადად დაკიდეს დამოკლეს. მანდ აი რამდენად შევა მაგათთან დაპირისპირებაში ეგ არის რა. გააჩნია სექტემბრის თავ შეიწუხებს თუ არა. არა, მან ნახე რა ხდება. სექტემბრის ბოლოსთვის გააჩნია რა ვითარება იქნება. ეს პროცედურა ხა როგორ რაც ადამიანი გაიგდა სენატში როდის გადავა ის რამდენი ხანი ჭირდება ამას. მაისის ბოლომდე სენატი მიიღებს, მერე წავა არ მიიღოს, მაგრამ ნუ ალბათობით მიიღება. სენატი მიიღებს, იმიტომ რომ საგარეო კომიტეტმა მიიღო. შეიძლება გაწელონ, მაგრამ თარიღები იქ როგორ არის, ვადები აქვს მიცემული. არჩევნებს დაამტყევენ რაღაც. აი ეგ არის სწორად, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობისთვის უნდა ებზადები რა თქმა უნდა. ან ეს ერთი, ან მოლაპარაკებისთვის. ქართულ ოცნებასთან ახლა ხო მიდის მოლაპარაკებები. კი, მაგიტო გადაიდო ამათი აკრძალვა, ვარაუდობ. და აი ამ მოლაპარაკებებში შეიქმნეს, ასე ვთქვათ, უპირატესობა, შანტაჟის მექანიზმი, დამოკლეს מחვილებით, მაგრამ რეალურად შიგნით რაც არ ყოფილა და უკვე დასანქცირებულია ის ხალხი, ვინც მომწერია. კი, ხო. ვიზის აკრძალვა და საბანკო ანგარიშის დაყადაღება ამერიკაში, თუ აქვთ. თუ არ აქვს არაფერი. არა, მე მგონი აქ უკვე ჩვენი ბანკი, ხო, ჩვენი ბანკები არ არის იდეაში, მე აქაც ესენი უბლოკავენ მე. უბლოკავენ დოლარს. ესენი ხო ჩვენი ბანკები არ არიან ესე. დოლარს უბლოკავენ, დოლარს და ლარსთან აკავშირი აქვს. ხო. მე გაგზე მიჩნე. ხო და ამიტომ ამას ეს უნდა აღვიქვათ, რომ ეს არის მტრული აქტი და რას ემსახურება, რომ ეს რაღაცა ჩვენ ხო კოლონია ვართ. კი, სამწუხაროდ ეგრე არის. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანასთან ერთად საქართველოს გაფორმდა როგორც გარე მართვაზე მყოფი ქვეყანა. აი, 3 წელი კლასიკური კოლონია. გამოსვლა და არ გვაძლევენ მაგით შორე. არავის არ ეგონოს, რომ ის დიქტატურა და სისხლისრანი რეჟიმი და ის ძარცვა, რაც ქართული ბიზნესი და ქართული მოსახლეობა მისამ გაძარცვა, მარტო შეაკეთებდა. აი, უცხოელები. ყველა სტრუქტურაში. მესამე ქვეყნის პრინციპით გვიყურება ჩამოდიან. ყველა სტრუქტურაში ეждათ უცხოელი მრჩეველი სტატუსით. პრეზიდენტი ნიშას ეждა სახელისთვის და ვიცნობ იმ კაცს, ამერიკელი. და აი ეს სტრუქტურებში ისინი რეალურად ისინი მართავდნენ, არ გეგონოთ რომ მიშა მართავდა. მიშას მიცეს საძარცვავად ქვეყანა, ოღონდ უნდა მიეტანა. მაგალითად ხო, თქვენ შენი ერთ ან ჯგუფმა ფული იშოვეთ? კი. ოღონდ ის რასაც იშოვეთ, იქ მისატანე იყო. კი. და მიიტანეს კიდევაც. ხო, ახლა არის მაგალითად ოქრომჭედლები აკეთებდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნებისთვის. რაღაცა ეტლებს, რომელსაც ჩუქნიდა, მაგრამ ის ეტლის ღირებულება იყო $140,000 მაგალითად. ეს ზღვენი, მაგრამ ისე ქეში და ოფშორებზე ესე მიართმევდნენ ხო? რა, ესე იგი ჩემი დათვლებით
853,000 სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული მიშას დროს. 99.99% დასრულდა გამომწყურებელი განაჩენით. აქედან 99% დასრულდა საპროცესო გარიგებით. საპროცესო გარიგების თანხა 5,000 ლარზე ნაკლები არ იყო. 300,000 პრობაციონერი ყავდა 4 მილიონი ქვეყანას წარმოიდგინე. რო შეაჯამო, ხო, 9 მილიარდი დოლარი გამოდის. რაც საპროცესო გარიგებით. საპროცესოებიდან. ხო. 9 მილიარდი. რა თქმა უნდა, ლომის წილი უცხოეთში იგზავნებოდა თავის პატრონებთან, პაახოდუ გვაომეს. მაკეინს რო გაემარჯვა იქ არჩევნებში ჭირდებოდათ ეს ომი. ხო. გვაომეს. დაგვეხოცა ხალხი, დაუკარგეთ ტერიტორიები. უბედურებაში, ანუ გარე მართვაზე ვიყავით სულ. ოცნება რომ მოვიდა, რჩებოდით გარე მართვაზე, იმიტომ რომ პირველი კოალიცია ბიზნესი, რესპუბლიკელები და გუბაზა და ვიღაცა. ხო, აღმოჩნდა მე ვინ არის, ხო? ყველაფერი. შემდეგაც ჩაუსვეს უკვე კოალიციის სახით ვერა, აი 16 წლის არჩევნებში, ერთი 15 კაციანი აგენტურის სია ჩაუსვეს. ოცნების სიაში. ეხლა ამათმა მე მაინც არენდობოდი. ხალხის საჭირო მომენტს ელოდებიან. ეგეც ნიშნავს. მაინც არენდობოდნენ ამ ოცნებას და რაღაცა ესენიო და შარმიშელი გამოაგზავნეს. ეს არჩევანი ხა 40%-იანი და დათქმებით რო იყო, ხო, მაშინ? ეგა და პლუს ის რომ შარმიშელის შეთანხმებაში რა ეწერა, რომ სასამართლო სისტემა უნდა გადაგვეცა იმათვის კონტროლის ქვეშ. CSK-ს დაკომპლექტების აი რუმინეთში რაც რა ეგ უნდოდა, ხო? სასამართლო მთავარი თავარი, ხო, მიდი არჩევნები მოიგეწაგე, არ მოწოს, გაყავდა всё. ერთ კითხვა დავსვამ, ძალიან თემას შევდგავდიო და მე დაგვავიწყდება რაზე საუბრობდით. აი მაგალითად რო გამოდის, მე ვისმენდი გუშინ გამოსვლას ჯო უილსონი გამოდის და იძახის რომ მაგალითად პორტში ამერიკული წინადადები დაიბლოკა, ყველას უარი ეთქვა და მიაღებინეს ჩინურ კომპანიას და რომელსაც ანუ დღესდღეობით ქართულ ხალხს აღარ ეკუთვნის სპორტი და ეკუთვნის ჩინურ კომპანიას. როგორ როცა ვიცით რომ 49% ეკუთვნის იმ ჩინურ კომპანიას, 51% და საკონტროლო პაკეტი გვეკუთვნის ჩვენს. ესეთი ინფორმაცია არის ჩემამდე მოსვლიკა, ჩემი თვალით მე დოკუმენტი ნანახი არ მაქვს, მაგრამ ესე ვიცი. აი ამას ეს კაცი ესე ამხელა იმის წინ, ესე უტიფრად იტყუება. ამას როგორ დავიჯრო, ვინმე როგორ უნდა მოვა. გადაცემა ვლაპარაკოთ მაგაზე, რომ უტიფრად გვატყუები. ხო, ამას იტყუება რა, ან როგორ არსებობს რაღაცა ბერკეტი, რომ ადგეს თუნდაც ტრამპმა ხელი როგორ უნდა მოაწეროს, მაგას უცა გადაამოწმებინოს სანდო წყაროს რა უნდა ან მაგის იმას, რომ გაირკვეს რომ ეს არის ყველაფერი სიცრუე და რაღაცაზე აგებული არის. მაინც იქამდე მივიდივარ, საბარო ჰიპნოში არის ეს ხალხი რა. ხალხი იყოს ჰიპნოში, მაგრამ ხე ტრამპი ხო არ არის ჰიპნოში, ძმაო, ხო ვერ შეაყრე. არა, ხო იქ შიდა ბრძოლებია და რაღაც. ხო, ბრძოლა რა თუნდა ხელს დოკუმენტს როგორ მოაწერე. ეგრე როგორ შეიძლება რომ მოხდეს რაღაც. იმიტომ ინფორმაციას რასაც მიაწვდიან, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს მაგაზე. ეხლა ჩვენ მაგას ვერ ვიზამთ. ზოგადად ხო ეს ხო იმენა რავი. კი, მანდ არის ეგ პრობლემა სხვათა შორის, იმათ რომ ამ deep states რო ეძახიან. იმას ამდენი ბოდიში ტრამპს ამდენი თავის პრობლემა აქვს უკრაინა ის ახლა საქართველოს ეს თემები გაიგოს აქ რა დიასპორამ უნდა იმუშაოს იქ რაღაცნაირად ეს ინფორმაცია ინფორმაციის მიწოდება გადაწყვეტილებების მიმღებებთან როგორ მედის ამერიკაში. აქ აქვს ინფრასტრუქტურა, ეს NGO-ები, რომელსაც მაყუცულთია და მოსყიდული ყავთ. მედია მოსყიდული ყავთ. ლეგალურია ეგ. სოციალურ რეიტინგებს, სოციოლოგიას ვინც ზომავს, ხო? ესენი თავისი ორგანიზაციებია, მონოპოლია აქვთ. და ესე იგი, პოლიტიკური პარტიები ასევე თავისი მეხუთე კოლონა ნაწილი. ესე იგი, NGO-ები დებენ დასკვნას, სოციოლოგია თვითონ რასაც ეუბნებიან იმ ციფრებს იმაშებიან და ხო, აი მაგალითად ეუბნებიან რომ 87% თუ 86% ქართველების უნდა ევროკავშირის წევრობა. აგერ სოციოლოგია თვითონ ატარებენ თან ამ სოციოლოგიას, თვითონ წერენ. ანუ სერიოზული მუშაობა ჭირდება მამაკაცს. და უშვებენ იქა და ეხა ეს კონგრესმენი ეხა იმას 1000 საკითხი აქვს ეგერ ფლორიდაში იახტა ელოდება. ხო, მაგას ვიძახი, ხო. უყურებს რომ უნდა იმუშაონ, ხო? 87% რაღაცა ევროკავშირის წევრობა უნდა. ეს ივანიშვილი კიდე იძახის რომ გავაჩერე 28 წლამდე ესე მოლაპარაკებას, значит, ანუ ვიღაცებს აბნევენ ას. ნამდვილად აბნევენ. ეხლა ერთ ნიუანსს დააკვირდით ამ მეგობარი აქტი რომ მიიღეს. არც ერთ ამერიკულ ახალ ემბების საიტზე არ დადებულა ეგ ამბავი. აი უბრალოდ ამერიკულ პრესას ეგ არ მიცეს. რატო არ მიცეს? იმიტომ რომ ვერ აუხსნიან. რას ქვია შენ ესე იგი
ლიბერალებს უჭერ მხარს, გლობალისტებს უჭერ მხარს საქართველოში. თუ რაზე რითი მოხვედი, ხო, რისი ძახილით მოხვედი. ვერა და ის გახსოვთ თუ გახსოვთ ერთი ქართულმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ბრიფინგზე პრეზიდენტს და იმან მოგვიანებით თუ გიპასუხებთო და მე წერილი გაუგზავნა ქართულს. ეს იმის დროს იყო, რო იყო? აი ახლა ერთი თვის წინ რა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. ანუ იქაც ამერიკულ მედიას თვალწინ კი არ უპასუხა იმ ჟურნალისტს. წერილი მისცა მეორე დღეს და ამან აქ ატრიალა. ანუ ეს თემები ეს მეგობარი აქ ის წერილიც აქ სატრიალოთ უნდათ რა, რომ ეს ხო. მაგრამ ამერიკაში ვერ აჟღერება. იმიტომ რომ ვერ ახსნიან რა, რას ნიშნავს ახლა, იმიტომ რომ ამერიკული კონსერვატიული მედია არამეინსტრიმული. როგორ აფასებდა იცი ამ ჩვენთან რაც ხდებოდა, რომ აი ფეერვერკებს და ის რო იყო. ჯახაჯუხი რუსთაველზე. რომ გლობალისტური ბანდფორმირებები და შეერაღებული ტიპები ებრძვიან კონსერვატორულ მთავრობას. აი ესე ფასდებოდა. ხო და მაგას შიგნით სერიოზული ბრძოლები. ამიტომ ახლა თუ ხელისუფლებამ რა უნდა ქნას, რომ ეს მეგობარი აქტი უნდა გაშალოს ამერიკულ კონსერვატულ ფორუმებზე, ამერიკულ კონსერვატულ გამოცემებში. ხელისუფლება უნდა იმუშაოს, თორე სხვა არ არის. ვერ დაასაბუთებენ რა, უმალავენ იმათ. ამერიკულ აუდიტორიას უმალავენ რა საქართველოს ჩაგროვებია. წარმოიდგინეთ, დამოვიწყა სახელი, მრჩეველი რო ყავდა ტრამპს რო გაუშვა ეხა. რატო გაუშვა? ვოლცი ხო? რატო გაუშვა? იმიტომ რომ ნეთანიაჰუსთან ჩუმად რაღაცა თემებს ალაგებდა რომ ჩვენ ირან ანუ ტრამპს დაველაპარაკებია და ირანს ხო ტრამპთან მედავალაგებო და იქო დავატყათო ირანს და რა მიხდა იქ როგორი შიდა ბრძოლები მიდის ისეთი საშინელი რომ აი არ ვიცი რა ანაკლის სპორტზე გადაწყვეტილება ჩინელებისთვის მიცემაზე საბოლოოდ არ არის მიღებული 51 სახელმწიფოა, მაგრამ ტენდერის შედეგი ჯერ არ არის. ჯერ არ არის დამდგარი. ამერიკას შენებელს მაგჯერ პროცესი ხომ მაგიტო არა დაწყებული ვაფშე. ბელგიური კომპანია აღრმავებს სპორტს უკვე დაწყებულია. ოღონ ბელგიური კომპანია და ჩინელებზე გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული. ეხლა თეორიაში ჩვენ ის კი არ ვართ კაცო რა გინათურა ტრაილერმა იაროს და გემმა იაროს თვითმიზანი კი არა. თეორია საკონტროლო პაკეტი გქონდეს ჩვენ. არა, საქართველოს ინტერესი რა, რომ ფული ვიშოვოთ. ფული ვაკეთოთ მაგას. ისთვის გვინდა ფული, რომ პედაგოგს მეტი ხელფასი გადაუხადოთ, ექიმს მეტი ხელფასი და განვითარდეს ეს ქვეყანა. ეხლა ანაკლის სპორტი ჩვენ შემოგვიტანს $5 მილიარდ, როცა დამთავრდება სრული ფაზა, მე-7 მე-9 ფაზა დასრულდება, $5 მილიარდ შემოვა წელიწადში. ეს პირდაპირ და ირიბად კიდე მეტი. თუ შენ ძმაო გინდა რომ ეს გავაჩერო მაგას თხოვს ხო აბა რას თხოვს ხო კი მაიტა რა სხვა რითი ჩამანაცხ ალტერნატივა აი მე მაქვს მოფიქრებული ფინანსური ხაბი რეგიონალური ფინანსური ხაბი ჩამიდე რაღაცა 10 მილიარდი ფინანსურ ცენტრში მე დავამენეჯმენტებ რეგიონიდან მოვიზიდავ და განთავსებული ფულის 1-2% გამოვიყენებ რომ აქ რაღაცა ქარხნები გავაკეთო საწარმოები გავაკეთო განმოვითარო კი ბატონო მაქედანაც ვიშოვებ ფულს ამიტომ შენ ის არ გააკეთო, იმას არ დაელაპარაკო, რუსეთთან იომე, სანქციები დააწესე. სანაცვლოდ არაფერს არ მეუნება ტიპი და ეხლა ეს ვილსონი გამოდის, მე უსმინებ დებატებს, მეგობარი აქტის მიღების დროს გამოდის და 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია რაც არის, ყველაფერი ჩინურია. ბიჭო, შენ მოხვედი და დაგიშალე. რომ მოდიხარ რა გიგაურებს და ვიღაცებს მიფინანსებ და ესე იგი მინგრებ LGBT პრაიდებს და რაღაცებს რომ მიფინანსებ. მოდი რა ქარხანა გამიხსენე ერთი ამერიკული ფულით გახსნილი ქარხანა მაჩვენ საქართველოში ან ევროპული ფულით. მართალია. არ არის ეგრე გვიყურებენ როგორც კოლონიას და იმას ტურნებს რა ქვია აბორიგენული ტომებს რა. მარტო ხალხის მინა მარტო ჯიბიდან ამოღიერათ ბანკები და ისინი არის აბა რა. და არ არის არც ახალგაზრდობაში, არც ძველგაზრდობაში ანტიამერიკული განწყობები აქ არასდროს არ ყოფილა და არც იქნება და არც არის. პირიქით. ცდილობენ ანუ რომ რაღაცა რავი რა დაიყოს ეგ რეიტინგი და ეს შეძულდეს ხალხს უბრალოდ ესეთი უსამართლობა და უთანასწორობა ნუ არ გამიგია მე. ხო მე კიდე რა აზრამდე მივდივარ იცი ხო არ რუსებთან ხო არ დაალაგეს რაღაცა და ხო არ გვერეკებიან რუსეთისკენ რა ეგ ვილსონები მე სადაშორის მაგაზე მეც მიფიქრია რომ ანუ ტრამპი ზოგადად ხო თქვა ტრამპი ანუ აქედან აღმოსავლეთიდან აქედან გადის რა ჩემი აზრით ეგ ხო თქვა კიდევასო 2008 წელსო ბუშმა ჩააბარა ორჯერ თქვა ხო ჩააბარა საქართველოს რუსეთს ხო ჩააბარა რას აი ეს რას რომ მე ჩემი ბრალი არ არისო ეს ხო ეს უკვე ჩაბარებულიაო ხო ესე იგი ხო და თუ ეგრეა ჩემო თორნიკე მაშინ ეხლა როგორც უკრაინიდან რუსული ჩვენივრად ვიცით მე თვითონ ვერ დაველაპარაკები კაცო რაღაცა სხვას ვავაჭრებიო ჩემი თავით პატარა ქვეყანა ვარ და ხოლოს ხვები არა მე შემიძლია წავიდე და დაველაპარაკო საქართველოს დაველაპარაკოთ ხო არა გონი რომ უნდა მოვიცეთ მაინც და ისეთი კიდე უნდა
ჩვენთვის ბიჭებო აი ოპტიმალური ახლა აქ არის სულ საქართველოში ტრადიციულად ისტორიულად ეგრეა ზოგი ირანის ორიენტაციაზე იყო ისტორიულად ზოგი მასე რა ქვია ოსმალეთის ზოგი რუსეთის ზოგი ეხაც ეგრეა ევროპა გერმანია ამერიკა რუსეთი ჩინეთი ეხლა პროჩინური სასწავლის გაიჩიტა უკვე ეგელია გამოვიდა ქართული ოცნება პროჩინურიო მე როგორ უყურებ ჩვენთვის აი ამ მონსემულობაში დღეს ოპტიმალური იმ პირობებში როცა რუსეთთან ვერ ხერხდება დაალაგება ოკუპაციის ფაქტის გამო ხო კარგი იქნება თუ ეს ოკუპაციის ფაქტი მოიხსნება და მაშინ დაალაგდება იდეალურად აქ ჩინეთის ფაქტორის მაგიტოა კაი ხო მაგრამ სანამ ეს დაალაგებული არ არის და რუსეთი ამ გადაწყვეტილებას სანამ არ მივიღია ჩემთვის ყველაზე მისაღები არის კავკასიაში სამხრეთ კავკასიაში სამეულის გაკეთება ერთიანი ბაზარი აზერებთან და სომხებთან ერთად. იგი ადრეც ხო იყო. ადრე იყო კავკასიური სახლის იდეა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას გულისხმობდა და ეგ იყო შეცდომა. ეგ შეცდომა, იმიტომ ახლა რუსეთის დაშლას უპირებ, ახლა შენ ხო. აქ თანაბარ უფლებიანი ტიპი ხარ ამებთან ერთად, ბაქო, ერევანი, ისა თბილისი, ისედაც კავკასია ძლიერი როცა ყოველთვის ერთიანი იყო. ხან ერთი მეფე იყო, ხან მეორე და ასე შემდეგ. მართლობა აქ იყო. ბაზარი გარანტირებული გაქვს, თავდაცვის საშუალება მეტი გაქვს. ეხლა მაგალითად ჩვენ რასაც გვიბედავენ ამ მთელი ამ კოლონიალური აწმყო-წარსულში, ხო? ალებს ვერ უბედავენ მაგას. აბა ერთ ჩავიდეს ვინმე პრაიდი ჩაატარე უთხრას. კი, დაამხობენ თავს. პატრიშკას ჩამოწევენ თავზე და ცეცხლ უკიდე. ხო ჩავიდა ის ქალი ჟურნალისტი და რა დღეს ჩავდის CNN-ის ჟურნალისტი იყო. BBC. როგორ პეოჯი ეხა ჩამოხვედიო აგრა ის ადგონიო. ხო ჯულიან ასანჟის რა უყავით. მაგაც ძალიან დიდ პატივს. ფაქტობრივად მაკრონმა გუშინ ნახე პოლიტიკოსში ეწერა რომ მაკრონმა მიიწვია ეს სირიის რევოლუციონერი პრეზიდენტი ტერორისტი როათან მაკრონმა მიიწვია საფრანგეთში წარმოგიდგინე პოლიტიკოს ეწერა რა აბსურდი არის მეგობრებო მშვენიერი გადაცემა გამოგვივიდა მე მგონი და მხიარულ ნოტაზე ნელა დასასრულს მიუახლოვდით ერთი ვიდეო მინდა მეც ჩავერთო და ძალიან მოგეწონებათ ის მგონია საერთოდ მიმაჩნია რომ აი ამ პლანეტას გააუბედურებს ორი რამ რელიგიური ფანატიზმი და ფანატიკური პატრიოტიზმი. სამშობლოს სიყვარული, სპეციალობა არ გახლავთ. ნამდვილად. სამშობლოს სიყვარული ისეთივე გრძნობაა, როგორც მშობლების და ახლობლების მიმართ. მაგრამ როცა აი ეს პატრიოტიზმი იქცევა პროფესიად, იქ იწყება დეგრადაცია. ნამდვილად ეგრეა. ბეჭედი დაუშვათ. ხო, მაქსიმალიზმი არაფერში არ ვარგა ზოგადად ცხოვრებაში. რადიკალიზმი არ გამოგვადგება აშკარა. არც ეს საქმეში რა, ნებისმიერი საქმე რაც არსებობს. კი ბატონო. მაქსიმალიზმი, რადიკალიზმი არსად. მოკლედ დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ მოგზაინებისთვის. გაიხარეთ. მადლობა რომ დაგვახერხეთ. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ჩვენ მაყურებელს კი დიდი მადლობა ჩვენი მოსმენისთვის და ჩვენი ყურებისთვის. როგორ დაგემშვიდობები და გაგზავნებოდეთ მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ subscribe ღილაკი, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ნახვამდის. მადლობა მინერალს, კარგად გზავნებოდეთ მოვალ შეხვედრამდე.